ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ როგორ დგას, ვაიმე როგორ მიყვარს მეთო. აი მართლა გეფიცებით, აი ახლა ამ მომენტში ჩემთვის ამაზე უკეთესი და უფრო ლამაზი მანქანა თუ არსებობთ ეს რავია აი. რაც გინდათ ის მითხარით. ასეთი ზეცა გვაქვს დღეს, ხაბერთ როგორ მიყვარს ასეთი ამინდი. ანუ მზიან ამინდი განარმოს ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ესეთი ამინდები. აი ესეთი ამინდები არის ჩემი რაღაცნაირი სულის ამინდები. აი არ ვიცი როგორ თქვა. ძალიან მიყვარს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დღეები არის ვითომ ნაცრისფერი, მოღრუბლული, წვიმიანი და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩემგან წყობაზე არაფრით არ მოქმედებს დეპრესიული კუთხე. ანუ დეპრესიაში მე არ მაგდებს ასეთი ამინდად, მე ამინდი არ მაგდებს დეპრესიაში. ანუ თუ შინაგანი როგორ გითხრათ, გარდატეხის მომენტი მაქვს, გინდა ზაფხული იყოს და გინდა რა პერიოდიც გინდა იყოს დეპრესიაში მაინც ვარ, ანუ დეპრესიაში გავარ, სუდად ვარ. ანუ აი მე დეპრესია რაც არის, კლასიკური მძიმე, ეგეთი დეპრესია მე არასდროს არ მქონია. მე ყოველთვის მქონდა ფონური, ესე დაბალ ხმაზე რო აი მუსიკაა ჩართული გამოდმებით, აი მასეთი. ჩემი აიდეა იჩდის გამო. ხო და ეხლა ანუ როცა კარგად ვარ ხოლმე, როცა ცუდად ვარ ხოლმე მიუხედავად იმისა, მზე არის თუ წვიმა თუ რა, აი მოიგარცეს ჩემს არაფერს. და ასევე ну აი შეიძლება მზემ შეცვალოს, ხო, რაღაცნაირად გაგიხარდეს, მაგრამ შეიძლება ისე იყოს, რომ საერთოდ აი სულ ერთი იყოს საერთოდ მზე თუ რა არის და აი ესეთი ამინდები კი როცა ჩვეულებრივად ვარ ნორმალურად, არ ვიცი, აი ისეთი სიმყუდროვე შემოდის სულში. აი ესეთი სიმშვიდე. ყველაზე ჩემია ესეთი ის. აი ყველაზე ჩემი. ძალიან ეს ემამო მიტანა ეს ერთი თვალი ამოვარდნილი აქ. ანანო მაჩუკა ის და ემამო მიტანა. ხოდა გავიკეთე და შევამჩიო ჩემს მანიკურს და ნახტობა და ეს შუა თვალი ზუსტად ამის ფერია. ანანო ხო გახსოვთ ჩემთან რომ მოვიდა. ეგ კაკაბაძე, კაკაბაძე, ანუ დღესდილოს შევედი Facebook-ზე და ვნახე რომ ეწერა რომ ჩემი და დაიკარგაო. ამერიკაში ცხოვრობენ ეგენი და ვისაც შეგიძლიათ რომ დაგვეხმარეთო ძებნაშიო და ანუ ეწერა სად არიან და მე ვნახე პოსტები კიდე, კომენტარებში არაფერი არ იყო, ხალხი კითხულობდა და ანუ არაფერი არ იყო და მე ვნახე კიდე ისინი რა ქვია, პოსტები ანონიმუსი, ანუ დარეკაო. მაგრამ არ ვიცით სად არისო. ხო და რაღაცა ის ძალიან გაურკვეველი და ესეთი სიტუაცია. ამ 16 წლის ყოფილა ამ ბოლოს როგორ შედი კარგებიან ეს ბავშვები მეთო. აი არ ვიცი. ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს და აპოვნინოს და ეს ერთი ჩვეულებრივი აი მოზარდობის გაქცევა ყოფილიყოს ან წასვლა სახლიდან ან რაღაცა საკუთარი ნებით, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს ყოველთვის ხდებოდა, ну, ჩვენთან ალბათ არა, მაგრამ ზოგადად ყოველთვის ხდებოდა ეს მოზარდობა ისეთი პერიოდია. მაგრამ ეხლა რატომღაც ყურადღებას ვაქცევთ უფრო მეტად, იმიტომ რომ შუქდება ბევრი ამბავი და რომ ვიგებთ ბევრ ამბავს, ამის გამო უფრო ყურადღებას ვაქცევთ. იმიტომ რომ ადრე მაგალითად ჩვენამდე საერთოდ არ მოახერხებდა ძალიან ბევრი მაგალითი, რომელიც ძალიან ბევრი ამბავი, რომელიც ჩვენ თავს ან ჩვენ მეზობელს ან ჩვენ ქალაქში არ მომხდარა, ხო? ხო და ასე. მოკლედ, ჯერ არა ყველაფერი კარგად არის. და მალე დაბრუნდება სახლში ლამაზი გოგონა. ხო. ოჯახის წევრებს კიდევ ვუსურვებ. გამძლეობას და მყარად ყოფნას სანამ გამოჩნდება, იმიტომ რომ ალბათ ეს ყველაზე საშინელი ის არის, როცა აბსოლუტურად ყველაფერს საშინელებას იფიქრებ, როცა არ იცი აი რას ეტაკო, ვაიმე წარმოგიდგენთ თარგმნა. ეხლა ჩავთვალე ახალი სერიალი. მოზარდობა ქვია მგონი.
ეთყობა რომ ძალიან მაგარია. ქართულად ჯერ არ არის, ინგლისურად დევს და რუსულს არ იცოდი. რა ბანი ვინ არის? ყავა დავლი ერთი უკვე. ევას მაკარონს უხარშო, თქვენ წაგელაპარაკეთ. წავალისა გავაგრძელებ. მე მაკარონი მოიხარშა, მე მაკარონს შევწვა. დღეს და არადრე გაიუდა ხაბატონმა. აიცა. 9-ს არ იყო. გამოიწვა. გოგინა შეხვდა გზაში. აგიოთონა ბიჭი. Tamam. აბა რა ვიყიდეთ ორ ნაბიჯში. დაი. ჩიფსი. ფლექსი. ფლექსი. ვეცი აქ იყოს ხილად არ გაგდეს. არაჟანი. პური. კიდე ხლებში. კიდე. არა. კიდე. და კიდე. აჰა. ევასი კოქტეილი. ეს. პური. და აი ეს პური. ორდა ვალარიცი. არა, სუპერ ამასმია. ვაიშე. სალამი. ეხლა უნდა დადგა წიწიბურა, ძალიან წიწიბურა. კაი ყველი მაქვს წიწიბურა, მაგ მწვანილი მაქვს და წიწიბურა მწვანილით და ყველი. Oh my god. ой, არ მიკეთია. სათუნა მენახა და არ მიკეთია. Oh my goodness. Salamazia. Salamazia, როგორ მიყვარს. მატილდა სახლში შემოვიდა. ახლა მოვჩი ამ სერიალს. არა, შენ არ გითხარ. ახლა მოვჩი ამ სერიალს. წამობონიკი. წავიდით. ვუყურე ამ სერიალს და თუ ისე არ მომეწონა, როგორც მოველოდი. წვიმამ გადაიღო. ძიძი ვავჭამე ყველით და მწვანილით, რაღაცა ფანტასტიკური იყო. სადილად. ხო, ეხლა მინდა რომ ამ სერიალზე გითხრათ 1-2 სიტყვა. ჩემი აზრი და მინდა რომ რამდენიმე კომენტარი წავიკითხო. რამდენი ხანია კომენტარების არ გვიპასუხია მე და თქვენ. მოკლედ სერიალი რაზეა და მოზარდზე, რომელიც მოკლავს თავის კლასელს. და ანუ პირველად შევხედე ამ თვალით და ძალიან საინტერესოა, როცა ანუ კარგი ადამიანების შვილი და კარგი დედის და კარგი მამის შვილი, რომელსაც უყვარს თავის შვილები, აკეთებს ამას. და ანუ არის ნაჩვენები მთლიანად ის, რომ არ ჯერა მამამის და ოჯახს, რომ საერთოდ მათ შვილს შეიძლება ეს გაეკეთებინა, მაგრამ მერე არის ვიდეო, სადაც ამ ყველაფერს ნახულობენ და ანუ მერე არის როგორ სხვა გზა არ აქვს, როგორ იგებს, როგორ იღებს ამ ყველაფერს, მერე გარე ფაქტორები, ანუ სხვა ადამიანები, როგორ რა რეაქცია აქვს სხვა ადამიანებს და ანუ თვითონ ქალაქში, როგორ ექცევიან სკოლაში ამ ბიჭის დას და ბონი გამოდი და ქალაქში საერთოდ ამ ოჯახს და აი როგორ იღებენ ამ ყველაფერს და როგორ ამბობს ეს ბიჭიც რომ აი ვაღიარებ რომ ეს ჩავიდნენ და ანუ როგორ ჩნდება რომ ნუ მართლა მან გააკეთა ეს ყველაფერი და რა რთულია.
რა რთულია ამის მიღება, მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც ხარ მომეწონა ამაზე გადაღებული სერიალი. ანუ გოგო იმდად კარგი ყავდა და როგორ გავზარდეთო ესო ესეთიო მამამის მაკითხა და დედამცხა როგორც ის ისეთიო, ანუ ორივეს ერთი მშობლების გაზრდილი ერთ პირობებში და ერთი ისეთი გაიზარდა, ერთი ასეთი. და არ არის საერთოდ ნაჩვენები იმ გოგოს მშობლები, ვისაც შვილი მოუკლეს, როგორ შეიძლება არ იყო ის გოგო კარგი გოგო, შეიძლება ცუდად ექცეოდა ამ ბიჭს და საერთოდაც ცუდად იქცეოდა, მაგრამ ერთი არის რომ ცუდად იქცევა და მეორეც ისე ცუდად იქცევა რომ სხვას კლავს. და ანუ იმათი მხარე არ იყო ნაჩვენები, მთელი სერიალი ამაზე იყო. ანუ მე უფრო გამოძიებას და რაღაც სხვას მოველოდი და ანუ რავი ვერ ვიტყოდიო ჩემი ფავორიტია. დავიკითხოთ კომენტარები. სალამი ირმა ძვირფასო. ეთერი ულამაზესი და უმშვენიერესი სანახავია თქვენი სამეული და რა თქმა უნდა საოცარი თოკო და ანდრია გამორჩეული ოჯახი ყავს საყვარელო ნინი. უდედოს გაზრდილი ხარ, მაგრამ შენი საოცარი უთბილესი და უტკბილესი დედობით გვირგვინი დაადგი შენი დედიკოს ნათელ სულს. ის მუდამ შენი მფარველი იქნება და შენთვის მლოცველი. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. რამხელა სიტყვები მითხარი. უღრმესი მადლობა. სული სიღრმემდე ჩამწუდა. ძალიან დიდი მადლობა. ირმა, ნინი საყვარელო, აი მიგახრჩობ შენს ლამაზ ბუნებრივ თმას ხელი კიდე რომ მოკიდო. საოცრად გიხდება ასე ნატურალურად დაყრილ დახოვილ თმა. გაიგე გოგო, გეფერები ევიტუნი, უძანესად ტკბილო. მადლობა ძვირფასო. უბრალოდ ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცნაირად მოგბეზრდება. ლიირა ველოდები სამეგრელოს ვლოგებს. არ მიყვარს ხოლმე ძალიან ეგეთი რაღაცეები. რომ იწერენ ხოლმე სად არის სამეგრელოს ვლოგები, როდის იქნება, ველოდები, ანუ მარტო სამეგრელოზე კი არა ზოგადად, იმიტომ რომ თუ იქნება, იქნება, როცა იქნება, იქნება, იმიტომ რომ რავი არ მიყვარს თორე რაღაცები მაწვებიან. როცა რაღაცა მოლოდინი აქვს, რომელიც მე არ შემიქმნია. ასე რომ ათინონინი ლამაზი ხარ, მადლობა ძვირფასო. ლელუ მშვიდობიანი დღე ძვირფასო მიყვარ ხარ. ეგ გუშინდელი დღე იყო და უბრალოდ წუხელ გვიან ხარ გავაკეთე ვიდეო და მე გვიან ავტვირთე, იმიტომ რომ მოვედი ისეთი დახლილი ვიყავი, იმდენი ვიარეთ იმ ბაზარში წინ და უკან. მე მანქანამდე მე მანქანი წამოვედი და აი რომ მოვედი ისეთ დაღლილი თან რომ ძალიან ცხელოდა რაღაცნაირად კიდე უფრო დავიღალე. მე როგორც კი მოვედი ვერ დავისვენე ესევე ყველა მშიერი იყო აქ და ეს თევზი კიხეკს არ უნდა ისა გასუფთავება, მაგრამ ყოფილა ანუ ნაწლაობის გამოღება არ უნდა, მაგრამ გასაფხეკი ყოფილა, მე არ ვიცოდი. კიდე კაი, ანუ ფრთხილი მომიხვდა თუ არ ვიცი. რაღაც მივხვდი შემთხვევით მოკლედ, რომ ის იყო, ანუ სკუმბრიას არ ჭირდება ხოლმე არასდროს ეგ და ანუ მე ქერცლები ვაცალე, მე 8:30 ხო ღირდა 17 და რაღაც, ნუ 18 ლარამდე იყო რა. ხო და მე ეგ შევწვი ორი პარტია, მე ვჭამე და ანუ მე ისე დავიღალე, რომ აი მე ვისვენებდი ევასთან ვიყავი, გასულები რომ ვიყავით ევა მოგვისაკლისა. მე რაღაცებს ვუყურებდი და მოკლედ ისე გავიდათ, რომ გვიან ღამე დავამუშავე ვლოგი და რომ მივეცი ატვირთვა, ჩამეძინა და იმას ვქენი ეკრანი ჩაუქრე და დილასაც რომ გავუხვიძე, ასეთ ტვირთი იყო ჯერ კიდევ. ნინი როგორ მიყვარს ერთად რომ მივდივართ ხოლმე მანქანით. მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. მართალი ხარ ნინი, ბავშვობა და საერთოდ სიცოცხლე ერთხელ გვაქვს და რაც ჩვენ თავს გაუხარდება, ის უნდა ვქნათ. რთული ბავშვობა მქონდა, ჩემი წარსული, იცი. მე დედა ვიყავით, მხოლოდ და არ მქონდა ისეთი შესაძლებლობა, როგორც ახლა მაქვს. ბევრი რამ მენატრებოდა და არ მქონდა. ახლა ვცდილობ ჩემ თავს ვაჩუქო ის, რაც უნდა. თუმცა ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. მე ის პერიოდებიც ძალიან მიყვარს. ხო, იცი როგორი რაღაცა არის, რეალურად ჩვენ არ ვირჩევთ, ისე როგორც მე არ ამირჩევია ჩემი ბავშვობა
ისევე არ აგირჩევია შენც, რომ აი ეგ გასაჭირი რაც გამოიარე, გამოგევლო. ჩვენ ვირჩევთ იმას, როგორ გავუმკლავდეთ მაგ ყველაფერს და მერე როგორ გავაგრძელოთ გზა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მე მაგალითად ვთვლი, რომ ბავშვობა საერთოდ არ მქონია, რადგან აი ბებია ჩემი ამბობდა ხოლმე, სანამ დედა მყავს, არ დავბერდები, მე თავი ისევ ბავშვი მგონიო და ძალიან მე შეიძლება ვწიწკინებდი ხოლმე მაგას რომ ამბობდა, იმიტომ რომ მე ბავშვი ვიყავი, როცა მაგას ამბობდა. და ვეუბნებოდი, რომ მე უკვე ბებერი ვარ მეთქი, მე 3 წლიდან ბებერი ვარ მეთქი, იმიტომ რომ დედა არ მყავს თქო რა და ჩემთან მაინც როგორ ამბობ მეთქი მაგასაც, ამბრაზობდი ხოლმე, რომ ჩემთან მაგას ამბობდა და დედა რო გიკვდება, მართლა ეგრეა, რომ აი რაღაცნაირად იზდები. რაღაცნაირად კარგავი ყველაფერს. არათუ არ მქონდა სათამაშოები, თან ხო ის 90-იანი წლები იყო და რა პერიოდი. არათუ არ მქონდა სათამაშოები, არც მახსოვს რომ დომებოდა ხვდებით. ვისაც ყავდა მშობლები, ალბათ იმათ ენდომებოდათ, მაგრამ მე არც მახსოვს რომ დომებოდა. თუმცა მიუხედავად მაგისა, რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი არის ეგრე, რომ მაგალითად ჭიკას აქვს ხოლმე, რომ მე ეს არ მქონდა და ეგ აქვს ხოლმე როგორ იცით, რომ მე რა თუ ჩემ შულსაც არ ექნება, მე არ მქონდა. და მე კიდე როგორ მაქვს ხოლმე, იცით, რომ მე რადგან არ მქონდა, მე მინდა რომ მას ქონდეს. იმიტომ რომ მე ვიცი, ამის არ ქონა რა მტკივნეულია. რაც მე არ მქონდა. და ესეც აი რო გაიზრდება. მერე არაფერი ესე აღარ გაახარებს. როგორც ახლა უხარია ეს. რაღაცა სულელური ტკბილეული, რომელსაც ნახევარს გადაყრის. რაღაცა სათამაშო, რომელსაც გაიხარებს, ითამაშებს და მე საერთოდ შეიძლება დაავიწყდეს კიდეც. მე დიდობაში ეგრე შეიძლება არაფერი არ გაუხარდეს და ბავშვებს რომელსაც რაღაცები უნდა და არ ქონდათ ეგ მთელი ცხოვრება ახსოვთ ხოლმე მახსოვს ერთხელ ვუყურე ერთ რაღაც რუსი რესტორატორი იყო ძალიან მდიდარი და ის ამბობდა რომ მიუხედავად იმისა რომ რამდენი ფული შეიძლება მქონდესო და მიუხედავად იმისა რომ 70 მანქანა მიყენიაო გარაჟიო მე მაინც ის ბიჭი ვარ რომელსაც არ ქონდაო ველოსიპედი და მთელი ბავშვობა აგროვებდა ველოსიპედის ფულს და მაინც ვერ შეაგროვავ, იმიტომ რომ მე და დედა ვიყავით და ძალიან გვიჭირდა და რამდენი ვაგროვებდი სხვა რაღაცებში მეხარჯებოდა, იმიტომ რომ სხვა რაღაცები უფრო საჭირო იყო და მე არ მინდა რომ ჩემ შულს ეგ ქონდეს, მე არ მინდა. თუმცა ის ადამიანები, ვინც რთული ბავშვობა გავიარეთ, ძალიან ძლიერები ვართ. ძალიან ძლიერები ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი შვილები არიან უკვე, ჩვენ მათ ისეთ საფუძველს აპორა რო არის რუსულად, ისეთ საფუძველს, ისეთ საყრდენს ვაძლევთ, რომ მთელი ცხოვრება შეეძლებიან თავის ურთულეს, შეეძლებათ თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდში უკან მოიხედონ, ამას დაეყრდნონ და არ ჩამოიშალონ. მე დედა ჩემი რო 3 წლამდე გულზე მაძინებდა თავის გულზე და სულ ერთად ვიყავით. მგონია რომ მაგან გადამარჩინა. მგონია რომ მაგან გამაძლიერა. მგონია რომ ეს ძალა რომელიც ზოგჯერ არც კი ვიცოდი რომ საიდან მქონდა, მაგიტომ მქონდა. გაცნობიერებულად მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემ ქვეცნობიერს ახსოვს. ჩემო სულ მაინც მე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რა უბედური, როგორი დაკარგული, როგორი მიტოვებული, როგორი ჩემ თავწართმეული, როგორი ნაღალატები ბავშვობა მქონდა. ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მხოლოდ იმას შეეძლო ის გავეხადე ვინც ვარ. და რომ მხოლოდ ასე შეიძლება და მე ჩემი გზა გამევლო, მე მჯერა რომ ჩვენი სული ირჩევს თავის გზას, რომელიც უნდა გაიაროს. და სხვანაირად ვერ გაივლიდა. იმიტომ მოვიდა, აი ზუსტად აქ სადაც მოვიდა, ამ დედასთან, ამ მამასთან, აი ამ ოჯახში. ზუსტად ის გზა უნდა გაიაროს, აქ გზას უნდა გაიაროს. ამ ვარიანტში.
თამას მშვიდობიანი დღე ჩემო ევა საყვარელო გოგო სიხარული ბედნიერება მადლობა ძვირფასო დიდი მადლობა დილა მშვიდობისა ნინი სალამი ევიტუნტლეს ბავშვი ღბერთო რა სიცოცხლეა პანიკა ისტერიკა ევა გოგო მადლობა ძვირფასო სამეგრელოში აღარ მიდიხარ ხოლმე სამეგრელოში არ ყოფილა ბლანკის მერე და კი წავალ იმიტომ რომ ევას მამულეთია იმიტომ რომ ევას იქ ბები აყავს და იმიტომ რომ საჭიროა იმიტომ რომ აუცილებელია იკას დედა იქ ცხოვრობს იკას მამა იქ არის დამარხული და საჭიროა ეს ევასთვისაც და ამიტომ რა თქმა უნდა წავალ, მაგრამ ანუ არის რაღაცები, რადგან მე არ მინდა რომ ვისაუბრო. და აი ეს ზუსტად იქ შედის, იმიტომ რომ აქ იმდენი სხვა თემა გადაჯაჭვური და იმდენ სხვა რაღაცას ეხება, რომ უბრალოდ მე დავიტოვებ აი ამას იმ 1%-ში, რადგან არ ვილაპარაკებ. ადამიანები თვლიან, რომ ამაზე თუ ბევრ კითხვას დამისვავენ, რაღაცა ტკივნეულ ადგილს დამარტყავენ, თუმცა ალბათ მტკივნეული ადგილი ეს არ შეიძლება რომ იყოს. ბავშვისთვის, რომელსაც დედა არ ყავდა. სილამაზე გოგოები, თამაც წარმატებები ძალიან კარგად გამოგივიდა. ვერა, სალამი ძვირფასო. ევიტუნა, როგორი საყვარელი ხარ, დიდი მადლობა. ლელა, რამდენნაირი ფერიანი, აბა წარმატებები. ჩემო ლამაზო, მალე მეტად დახვეწავ დარწმუნებული ვარ. მადლობა ძვირფასო. ლამაზად გაქვს ფრთხილები, ყოჩაღ წარმატები. მადლობა. ძალიან მომწონს ეს ფერი. აი, ზუსტად ესეთი. აი, ჩემ წარმოდგენაში ვხედავდი ამ ფერს. ციცი, ულამაზესი ფერიანი, ძალიან გიხდება. ისეთი მიზად დასახული და ყოჩაღი ხარ, მალე პროფესიონალურად გამოგივა. მადლობა. ციცი, ღმერთმა გაახაროს რამდენი გამოუგზავნია შენკინი წარმატებები. ნინიზე თქვა, მანიკური და ისინი გამომიგზავნა, ხო? ისეთ საყვარელია. ძალიან საყვარელი და კარგი გოგოა. აი რომ გამომიწოდა ხელი რომ მითხრა რომ რაც დაგჭირდება მკითხე, ყველაფერს გეტყვი და აი მართლა რომ არაფერში დაგზარდება, გეტყვის, დაგეხმარება და რაღაც. რავი, ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ადამიანთა უმეტესობას ეგ არ უყვარს. ლალი საყვარელი, ნინიძა საყვარელი, ევა. მან ევა რა საყვარელი ხარ პატარა. როგორი ინტერესიანი ხარო. არ ვიცი, ჩემზე ბევრად ინტერესიანი ადამიანებიც არიან, უბრალოდ თუ კი რაღაცა მაინტერესებს ის ბოლომდე უნდა ჩავიდე იქ და თუ რამე არ მაინტერესებს, აი ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ხო არსებობს რაღაცები, რაც საჭიროა, მაგრამ არ მაინტერესებს. ანუ გულს ვერაფრით ვერ უდებ ხოლმე და იქ ჩემი ADHD-ის ერთ-ერთი ის არის, რომ ანუ სუპერ ფიქსაცია გააქვს, სუპერძალა, სუპერ ფიქსაცია გააქვს იმაზე, რაც გაინტერესებს და ამ დროს საერთოდ ვერანაირად ვერ აკავებ შენს ყურადღებას, ვერ აბავ იმ ადგილას, რაც არ გაინტერესებს. ნინი, ჩემო გოგო, დღე მშვიდობისა. ჩემი მომავალი პროფესია მანიკურის მასტერობა და უკვე იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ სიამოვნებით გავაკეთებ დღეში 5 ადამიანის ფრჩხილს. ვაიმე! მე ძალიან მომწონს და მიყვარს კვადრატის ფორმა. ნუშისებრით ძალიან მომწონს, მაგრამ არასდროს არ მქონია. თუმცა სხვას რომ აქვს გიჟდები, ისე მომწონს. აი შენც რომ გქონდა რა ლამაზი იყო. ასევე კიდევ გეტყვი, რომ პირველი ცდისთვის არის შესანიშნავი. საერთოდ ძალიან ბედნიერება, როცა ადამიანი იპოვის შენი რაც არის იმას, ანუ მე შევამჩნიე, რომ ცხოვრებაში ადამიანები უმეტესად იმას უყურებენ, რა არის უფრო შემოსავლიანი და არ უყურებენ იმას, ამისი კეთება, რამდენად მოსწონთ და რამდენად უნდათ. ეხა
შეიძლება მითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება საქართველოში, რომ ავირჩიოთო, მაგრამ იცი რა, მე მაინც მჯერა, რომ მაინც არსებობს მეტნაკლებობა. აი იგივე მაგალითად მე თუ მომიწევდა, რომ მაღაზიაში მე ვიმუშავდი წიგნების მაღაზიაში, იმიტომ რომ წიგნი ძალიან მიყვარს და ეგ გარემო მიყვარს. ანუ ყოველთვის არის რაღაცა, რაც უფრო ახლოს არის შენთან, ვიდრე თქვათ მეორე რაღაცა, ხო? და ყოველთვის შეიძლება რაღაცა ისეთი ისწავლო, რაც შენი ინტერესის სფეროა. მაგალითად იგივე მე ჩემნაირმა ადამიანმა რომ ისწავლოს ნეილ მასტერობა, იმიტომ რომ ფული იშოვოს, გაიტანჯება. ანუ ერთი რუსი გოგო შემხვდა, არ ვიცი რა ღირს იმათთან ფრჩხილების გაკეთება, მაგრამ ბევრად ძვირი იქნება ალბათ ვიდრე ჩვენთან და სასწაულებრივად აკეთებენ კიდე ეგენი და ანუ ჩემი პირველი ბინაო, რომელიც ვიყიდეო, ნეილ მასტერობით ვიყიდეო, პროსტ წარმოიდგინეს რა. ანუ იმან კი არ აღმაფრთოვანა, რომ გოგომ ბინა იყიდა. გული შემიწუხდა, რამდენი ფრჩხილი უნდა გაეკეთებინა მეთქი, რომ სახლი ბინა იყიდა, თქო. ანუ ეს არის იმ ადამიანის ფიქრი, ვისი საქმეც ეგ არ არის. და აი რო ეთქვა, რომ მაგალითად ბლოგერობით ან რაღაც იმით, რაც მე მომწონს, ხო აღფრთოვანდებოდი, ვიტყოდი, ვაუ, რა საოცრება და მე არ მინდა რომ ჩემი ერთი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში რაღაცა ისეთი ვაკეთო, რაც ჩემი არ არის. და თუ მაგალითად შენ უკვე მოლოდინი გაქვს, რომ 5 ადამიანის სიხარულით გააკეთებდი და იცი რომ ეს შენია, ანუ ეგ ძალიან დიდი ბედნიერებაა, აი ძალიან და წარმატებები, დიდი წარმატებები. აი ამ ჭირს. ეს ძალიან ადრე გამოგვიწევ ამ მეძინებამ. ანანინი მიყვარხარ, მანიკური მომწონს, მადლობა. ამ ხელზე კაია. დილამშვიდობისა ჩემო ლამაზონი, სრულიად გითანხმები იმაში, რომ კვადრატი ჯობია. უფრო ლამაზია, მალდეს როგორც სწრაფად შეისწავლე ყოჩაღი ხარ. ჯერ შესწავლამდე შორია, ანუ ბევრი შეცდომები მექნება, მაგრამ აი მივხვდი ახლა აი ესეთი როგორ არ გავაკეთო და ესეთი როგორ გავაკეთე და კიდე პრაქტიკაში აი მივხვდები რაღაცებს. ნახოთ კიდე რა იჩენს თავს, ზოგს ხოძრება მე უსკდება და ვნახოთ აბა ეგ იქნება თუ არა. ნინი მოგვენატრე საყვარელო. მეც ძალიან მომენატრეთ. ირმა, იცი როგორ ლამაზად და გაქვს ლამაზია ძალიან დიდი მადლობა ძებად. აი ეს ხელი მართლა ლამაზია, აი მე მომწონს, ეს ფრჩხილიც მომწონს. აი ეს 4 არის, ორჯერ გავიკეთე, ამაზე ვისწავლე, ამაზე ესენი მოკლები, ესენი ბრწყელის არ არის ისეთი ლამაზი, მაგრამ არაფერი დავასვენებ და მერე გავათანაბრებ უკვე. მანანი კარგი დღეს გისურვებთ, მადლობა ძვირფასო. ნონა, ნინი ძალიან კარგად გაიკეთე, როგორც პირველად მაგარია. ხო, ანუ იმის ფონზე, რომ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა და როგორც გითხარით, აი ერთი ლაივიც კი არ მაქვს ნანახი და ვიდეოებსაც ბოლომდე ვერ უყურებდი და აი პრაიმერი და ტოპი მერეო და ერთმანეთშია ბაზა და რომელი როდის უნდა ყოფილიყო, ანუ არ ვიცოდი. შესაბამისად მაგის კვალობაზე ჩემი აზრით ძალიან კაია. ციცი როგორი დამჯერი ბავშვია ევა საყვარელი ზოგი ატყდებოდა გაჯიუტდებოდა გენაცვალე. ანუ მამაან ციცის ვაიმე გუშინ ესე იგი უნდა მოეტანათ ისა ლობიანი რა და მე უნდა წავსულიყავით, ხო და ესე იგი ისეთი ამბავი დამატე გინდა თუ არა ხა წავიდეთ, იმიტომ რომ სათამაშოს ყირო უნდა და ძალის დავითანხმე და შევითანხმე, უკვე ნერვები მქონდა დაწყვეტაზე, რომ მე თქო. მე კიდე წინაზე ქონდა ეს ნაყინზე, რომ ისა ძალიან უნდა ნაყინი, მაგრამ დავითანხმე, რომ ჯერ კარფურში წავიდეთ და მე ნაყინი თქო. მე შემდეგ ჯერზე უკვე მე დავეთანხმე, რომ ჯერ შევედით პარკში ნაყინი ჭამა და მე წავედ და ესე, ანუ კომპრომისებზე მივდივართ ხომ და იცი რატომ ეთანხმება ხომ მე კიდე? ანუ იცის რომ არასოდეს, აი რომ ვეტყვი, რომ მაგალითად გიყიდი ან რაღაცას რომ ვეტყვი, ხო, მე ანუ ვაკეთებ. და იცის რომ აი რო არიან ხოლმე რომ აი წამოდი ეს გავაკეთოთ ის გავაკეთოთ და ამას გიყიდი და ძალიან შედეუბნებიან და მე არ ყიდულობენ ტყუილად ეუბნებიან თავიდანვე ის კი არა რომ ვერ უყიდან და ავიწყდა ან რაღაც ანუ სპეციალურად გამიზნო ტყუილად ეუბნებიან ხოლმე მე ვერ ვიტან ბავშვების მოტყუებას იმიტომ რომ მე რო ბავშვი ვიყავ მძულ და ჯერ იყო ვწუხდებოდი როდის მატყუებდნენ და მეორდეთი მეზიზღებოდ ანუ პირველ რამდენჯერმე შოკი მივიღე იმიტომ რომ ვერ წარმოვენია თუ შეიძლება დიდს მოვეტყუებინე თუმცა ნახე რომ დიდმა შეიძლება მოგატყუოს მე უკვე ვიცოდი როდის მატყუებდნენ მაგრამ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საზიზღრობა და მე ჩემს შვილს ამიტომ არასოდეს არ ვატყუებ თუ არ მაქვს თუ არ შემიძლია ვეუბნები რომ ნუ აი ახლა არ შემიძლია ავუხსნი ვეტყვი და მასე Всё.
ღმერთმა დაიფაროს ნაწვის, ხე გამახსენდა უცბად ფრთხილად იკა ფრთხილ არაფერი არ იტკინო წარმატებები ჩამოხსენი ხიდან. არ ვიცი რა არ მახსოვს მე ეგრაზე ამბობ ჩამოვარდა ვინმე ხიდან. მე στο ყოველას გვაშორე. ნარუტოს ლინკი აქ რო ნარუტო რუსულად ჩაწერებ და პირდაპირ ამოგიგდებს მაგ-საიტს. ყურება. ნინი, ყოჩანინი უფრო და უფრო ხთახვეწავ წარმატებებიო იამ ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ირმა შენი მაყურებლის ან ჩვენი საყვარლობა და უმაგრესი გოგო ხარ გეხუწუნეო ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ძალიან დიდი როგორ გამახარე აუ როგორ წვიმს ღმერთო როგორ მიყვარს ეს აი მის მინდა და მე პასუხა ანა ნინიჯისთვის დაგყავს ეს კაცი და აცდენ თავის საქმეს თუ არაფერს მოусმენ და დამანებე თავის ეტყვი მთელი გზა არა და ყველაფერს სწორი გითხრა ძალიან საყვარლები ხართ და თქვენ შეხუმრებაზე სულ მეცინება ძალიან მეწყინა ეს პირველი ნაწილი ძალიან გაუბრაზდი თან ციკლის დროს ჩემი წყენა არ არის ხოლმე მარტივი და არის კი პასუხები ვიცი ჯერ ერთიქენ დავიწყოთ რომ მე არავინ არსად არ დამყავს იმიტომ რომ არასოდეს არ ვიზავ იმას რომ ადამიანი თავის საქმეს მოუწყვიტო და მესამე წავიყვანო ანუ პირიქით ფრთხილებზე რომ მინდოდა წასვლა თვითონ ვეუბნებოდი ჩემი წავალმეთქი და არაო თქვა და თავის დასვენების დღე გადმოწია რომ თვითონ გამომყოლოდა მეუბნება რომ სოფიას რა ვიყავით იმ დღეს მითხრა რომ დღეიდან 10 წასვლაო გუში მითხრა დღეიდან 8 წასვლაო მე უნდა დაგიჯდე ყველა ვარიანტშიო და მაგის მერე უყვეო შენ თიარე ხოლმე მარტო იქამდე მე უნდა გამოყვეო ხო და აი ძალის როგორ უნდა წაიყვანო ან რა ვიცი მე საქმეს მოუწყვიტო რაღაც ჯერთი როცა წყვილია მე ვთვლი რომ წყვილში თავარი საქმე როცა ეს ეხება ან ჩემს ჯანმრთელობას ან იმას რომ მე ვინმე არ დავაზიანო ვინმეს არ დავეჯახო ამაზე დიდი საქმე ჯერ ერთი რა შეიძლება კონდეს და მეორეც ერთი თუ შეიძლება რომ კონდეს მე არასდროს არ მოუწყვეტ თუ ეს მისი სურვილი არ იქნება და ძალიან მიკვირს ხოლმე როცა ქალებს აი ეს არ ესმით და გონიათ რომ ვიღაცას სადღაც ძალით შეიძლება სატარებელი იყოს და შეიძლება გინდოდეს ეგეთი ადამიანი რომელიც ძალით სატარებელია სადმე ესეთ მნიშვნელოვან ადგილას თორე რაღაცა ისეთ ადგილას შეიძლება კიდე ხო და ისაო თავი დამანებას რო ეუბნებიო მთელი გზაო ესე იგი მე რამდენი ვიდეო მიდევს სადაც ხალხი მიწერს რომ უიკას გარეშე იარე უფრო გაბნევს და ამ შემდეგ და მე ვამბობ რომ არა ძალიან სარგებლო რჩევებს მაძლევს და იმიტომ მომწონს რომ მომყვება და მე ამის გავს სწავლობ მეტი ეგ ვერ გაიგო ამ ადამიანმა და ის რომ გამწარებული ვიყავი და ანუ ნახე როგორი რაღაც არის რაღაცნაირად ყურადღება გაფანტული ვიყავი და ჭირდებოდა დრო რომ აი საბრაც არა აი ყურადღება მომეკრიბა და რაღაც ერთ მუშტად შევკრიულიყავი და ამ დროს რომ მეჩქარა დავეჯახებოდი რაღაცას და იმ მომენტში იქამ ვერ გაიგო კი მეუბნებოდა სწორს მაგრამ მაგას მნიშვნელობა იმ შემთხვევაში არ ქონდა იმიტომ რომ იმ შემთხვევაში რომ მეჩქარა უფრო ცუდი შედეგი მოყვებოდა მაგას შესაბამისად ეგ უნდა გაიგოს ადამიანმა და რა ვიცი იმას უსაყვედურე რომ ვერ გაიგო და ეხლა შენ ვერ გისაყვედურებ შენ ჩემი არავინ არ ხარ შეგიძლია არც გაიგო მაგრამ მე შემიძლია რომ შენ რო ვერ გაიგებ მიგითითო რომ რაღაცა ვერ გაიგე მაშინ როცა შენ მოდიხარ და ასეთ რაღაცას მეუბნები რომ ანუ ერთის მხრივ ხო დადებითი კომენტარია მაგრამ მეორეს მხრივ დაანებე თავი რატო აცდენ და კაეთი რა ანუ აი ძალიან ტოქსიური კომენტარია ასე რომ ძალიან სამწუხაროა თუ მაგალითად გოგომ არიცის ეგეთი საბაზისო რაღაცები რომ კაცის თავარი საქმე ქალია რომ არანაირ მაგაზე არ ცდება
რომ ცდებოდეს რომ მე არ წავიყვანდი. ნუ შეიძლება პატარა ხარ, მაგრამ მე მგონი რომ გოგოს პატარასაც მაგდენი და ესმოდეს, რა ვიცი. მე მესმოდა ხოლმე. თუმცა შენ თავიდან გამომდინარე არ უნდა იმშელო, მაგრამ ეხა აქ მიკროფონის გარეშე უფრო კარგად გაისმევა ხმა, მოიცათ? ეს კრიბავს აქაურის მაისმე და აქ და ისიც გარეშე. აი, ჩემი ლამაზი მაისმე.